კაკუნა, ეს ჯოისტიკები ესე უნდა იყაროს მთელი ცხოვრება? ან ადგილი მოუძებნე, ან ისე უნიტაზში ჩაგირეცხავ. მართალია ეს კოკო, რა სუსადღეს მიყრია ჯოისტიკები და ხან ძირს ვარდება, ხან ვერ პოულობ. ამიტომ მარტივად აგერ ჩვეულებრივი ხეებით გავაკეთებ ახლა სადგამს, რადგან 4 ჯოისტიკი მაქვს, გავაკეთებ 2 სადგამს, რომ 4-ვე ჯოისტიკი კარგად დავალაგოთ. აგერ ფურცელზე ამოვიშვიდე ფორმები. ახლა ამას ამოვჭრი და დავაკრათ ხეს. ახლა აი ამ წებო პევიათი, ქაღალდის წებო არ მაქვს და მაგიტომ დავაკრავ ხეზე ამ ქაღალდებს. აი ესე რა მარტივად. და ეხლა დრო ავიღოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სათამაშო ბეწვა ხერხი, იგივე ლობზიკი. და ამოვჭრათ ზუსტად ეს ფორმები. აი როგორც ხედავთ ეს ნახრეტები გავუკეთე, რომ ლობზიკით უფრო ადულად გავაკეთო ეს მოხვევები რა და არ ვიწვალო. აი ესე უხეშად ამოვიჭრა რა. ეხლა ესე ორივე ერთად ჩავამაგროთ და იმის გამო რომ კიდეები არ აქვს იდეალურად, ქლიბით ცოტა მივამუშაოთ რა. ასევე დავამუშაოთ გრინდერზე. აი ეს 4 ცალი ლამაზი ფორმა მივიღეთ და ეხლა დროა დავაზუმფაროთ, რომ ეს თეთრი ქაღალდის ნაჩვენების ავაცალოთ და თან გავაპრიალოთ, გავალამაზოთ. ეხლა ცოტა გვერდების მომგრგვალოთ ფრეზით. ესეთი ლამაზი ისინი მივიღეთ ფიგურები. აი ეს დასადგამი ძირების ამოვჭერეს, აღარ გაჩვენეთ, მარტივი იყავთ კუთხეების ამოვჭერა და დამგვალება. შეგვიძლია დავუწყოთ დაწებება. სწრაფად მინდა რომ გაშრეს და დაწებდეს, იმიტომ ესეთი წებებებს დავაწებებ. წყალგამძლეარი თანდათან ძალიან სწრაფად შრება. კაფივით იქცევა და მაგარი წებოა მოკლედ. და ხელებს თუ გადაგივიდოთ ხოლმე, არ გირჩევთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ვერ ვიცილებ ხოლმე მე. საშინელება არის. შეო დავაზაჟიმეთ და 15 წუთში გაშრება. აი გაშრა და აი ესეთი საშინელებები, კაფები გამოდის რომ შრება და უნდა მოვაცილო ხა ვაფრიკო. ეხა ამ ძირებს ეს დავაწებოთ და ეგაა რა. აი ესე ტრაკიდან გავუკეთებ ახლა რამდენიმე შურუპს, მაინც არ გამოჩდება. აჰა ძმაო. ზოგადად ხის შეღებო არ მევასება დიდად მე, მაგრამ რადგან ჩემი ტელევიზორის სადგამი მაგიდა არის ძალიან შავი, და ჩემი ტელევიზორის ისევე როგორც ყველა ტელევიზორი არის შავი, ესეც შევღებოთ შავად. ძალიან საკაიფო გამოდის მე მგონი. ეხლა ზეთი გადავუსვათ, რომ გავალამაზოთ, თან დაიცვას. ეგა, წავიღეთ ახლა ზევით ტელევიზორთან. 1998 წლიდან ვთამაშობ FIFA-ს და მაინც ყველა განვლელი მიგებს და რა ჯანდაბად მინდა ეს ჯოისტიკები აზრზე არო. კაი, ჩავრეცხოთ მაშინ უნიტაზში.